მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ძალიან საინტერესო რაღაცას უსმენდი. ერთი წუთით. და მინდა ამაზე ვისაუბრო, თუ ისმის ხმა მაინტერესებს თქვენთან. ისმის ხმა? ხმა თუ ისმის, შემომიესწრენ. მოკლედ დღეს ჩემს ქსოვასთან ერთად ვისაუბრებ თქვენთან ერთად საინტერესო თემაზე. და იცით რაზე ვისაუბრებთ მეგობრებო? ისეთ ვითარებაზე, მაგალითად თქვენ სახლში ხართ, არ გაქვთ კონტაქტი სხვა ხალხთან, სხვა პირებთან, არც ზოგ მეგობრებთან, არც ახალი მეგობრების ყოლა არ გინდათ, არავის თავი არ გაქვთ და გინდათ რომ იყოთ თქვენთვის მარტო. ამ თემაზე ვისაუბრებ. არის ეს ამ პატავნებიდან გამომდინარე თუ დეპრესიიდან გამომდინარე? ეს იზოლაცია თქვენს თავში, როდესაც წარმოიქმნა, რისგან გამომდინარეობდა? ამაზე ვისაუბრებ დღეს. თუ გაინტერესებთ, დარჩით ჩემთან, თან მოგხსოვთ, თან ვისაუბრებ თქვენთან ერთად. ახლა ვუსმენდი საინტერესო გადაცემას იუნგის დაკვირვებებს ადამიანებზე. თუ რატომ არიან ადამიანები და რისგან გამომდინარეობს ეს, რომ ისინი იზოლირდებიან და გარე სამყაროსთან კონტაქტი აღარ სურთ. ისმის კარგად? ჩემი ხმა ისმის, ყველაფერ ვილაპარაკებ. მაინტერესებს, დავიდასტურეთ. ესე იგი, არსებობს დაკვირვება ესეთი, რომ ადამიანმა თავის თავს თვითონ განაჩენი გამოუტანა იზოლაციისთვის, თავისი თავი თვითონ ჩაკეტა, რადგან ის აზრები და ის მოსაზრებები, შეხედულება გარე სამყაროზე აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილია. მისი შეხედულებები სამყაროზე არ ეთანხმება სხვა ადამიანების, ანუ სხვა პირების შეხედულებებს და მის თავში განვითარდა ასეთი აზრი და მოსაზრება, რომ მან იმის მაგივრად, რომ ადამიანებთან კონტაქტი ეძებოს, ჩაიკეტოს, გაწყვიტოს კონტაქტი თითოეულ ძველ თუ ახალ პირთან და იმ მოსაზრებით, რომ მე მაინც ვერავინ ვერ მიგებს დარჩეს სახლში, ხო? ჩემი არ ისმით, მე რაღაც განსაკუთრებული ვარ და განსაკუთრებულისთვის დავიბადე, განსაკუთრებულობისთვის დავიბადე. მე მაქვს მისია და აი ამ მისიაში სხვები ვერ მომყვებიან, ხო? ამისათვის რადგან ამანაც და იმანაც ვერ გამიგო, ახლა დროა რომ ჩავიკეტო და გარე სამყაროსთან არ მქონდეს კონტაქტი. ასეთი აზრები ხშირად აწუხებს როგორც ჩანს ადამიანებს და იმის მაგივრად, რომ ამ პირებმა, ვისაც ასეთი აზრები აწუხებს, სხვათა შორის ეს აზრები არის სწორედ ის დამღუპველი აზრები, რომელიც ადამიანს აბსოლუტურ დეპრესიაში აგდებს, აბსოლუტურ აპარტავნებაში აგდებს და მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად შეიძლება მართლაც ძლიერი პირი ხარ, იცი, გამოცდილება გაქვს მოტანილი, დიდი სული ხარ, გამოცდილი სული ხარ, მაგრამ
მაგრამ მაინც ვერ ახერხებ ამ საკითხის გარესამყაროში გატანას. ეს იმიტომ, რომ სწორედაც რომ ადამიანს არ შესწევს იმის ძალა გაიტანოს თავისი სიტყვა გარეთ, რადგან ამპარტავნება უშლის ხელს. მოდი განვიხილოთ ამპარტავნება რა ტიპის ფენომენია ამპარტავნება. როდესაც ადამიანს წარმოდგენა აქვს თავის თავზე, რომ მე ვარ სხვაზე ვინმეზე მეტი, მე ვერ გამიგებენ. ის რასულელურ აზრებს გამოთქვავს, ის ჯერ სად არის, აი ის კიდე საერთოდ ტყემალზე ზის და ასეთი მსგავსი აზრები ის ჯერ ჩემ დონეზე არ არის, ხო? შეუქმნის ხოლმე ადამიანს ისეთ ვითარებას, რომ ის ჩაიკეტოს თავის თავში. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს თავის თავში ჩაკეტვა არასდროს არ გამოჯამრთელდება თუ ამ ადამიანმა არ გადაწყვიტა მხოლოდ ერთი რამ. არავინ ჩემზე ნაკლები არ არის და არავის მეტი არ ვარ. თუ ეს გაცნობიერება ადამიანში არ მოხდა, მეგობრებო, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაიბადეთ იმისათვის, რომ გაწირული იქნათ. სწორედ ამ აზრის მიერ ეს არის ერთ-ერთი არქონტი, რომელი არქონტიც ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ გამოცდილ სულს, ძალიან ბევრ ნიჭიერ და გენიოს ადამიანს იზოლაციაში ამყოფებს. ეს არის ძალიან კარგად დაგეგმილი ერთ-ერთი სისტემის იმპლანტი, რომელიც ჩაგვიდეს ჩვენს შინაგანში და შინაგანი არის ის, რაც ისგანაც შედგები შენ და შენ შედგები სისხლისგან და არა მხოლოდ სისხლისგან, შედგები 99% სითხისგან და სწორედ ეს არის ის უცნაური საკითხი, სადაც შეიძლება რომ ადამიანს ადვილად ჩაუდონ იმპლანტები. მინდა გითხრათ, რომ წყალი დაპროგრამებას ექვემდებარება წყალი, სითხე და ამ ტექნოლოგიებს, მეგობრებო, ჩვენ შეიძლება ჯერ ვერ წარმოგვიდგენია, თუმცა ამ ტექნოლოგიებს ყველა ის არქონტი ფლობს, რომელი არქონტებიც გარესამყაროში დაფრინავენ. და თუ კი მიმღებია ადამიანი განსაკუთრებულად გენიოსი, მიმღები, ემოციური, მისი საცეცები, ანტენები განვითარებულია, ასეთ არქონტებს ადვილად იჭერს, ადვილად იზიდავს და ისინი ხან ჯდება თავში, ხან ამოიღებ და გაუშვებ, გაატარებ, ხომ? ამიტომ, მეგობრებო, უნდა დაუკვირდეთ ჩვენ თავს. თუ კი ჩვენში ჩდება ასეთი აზრები და ჩემშიც ხშირად გაჩენილა, რომ აი ის ჯერ მე ვერ მიცნობს, ვერ მიგებს. აი ის კი ამპარტავნებაშია და სანამ ის ჩემს სიტყვას მოусმენს, თავის სიტყვას მომახვეს თავს. აი ესეთი აზრები, მეგობრო, ძალიან ხშირად გამჩენია და მე ერთხელაც მოხდა ესეთი. დავიჭირე ეს არქონტი და უთხარი ამ არქონტს, რომ იცი რა? აი ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გულს მირევს, უნდა ზუსტად იმ ადამიანს ველაპარაკო, იმისათვის, რომ აი ეს გულისრევა, რაც ჩემშია, დავწლიო. ეს გულისრევა, გულის შეწუხება არ შემიძლიას თქმა, როგორც იქნა უნდა დავამარცხო ჩემში. და მინდა გითხრათ ძალიან გულწრფელად, როდესაც მე ამაზე მუშაობა დავიწყე, თქვენ ვერ წარმოიდგენთ,
აი რამდენჯერ დავინახე ჩემი თავი ტუალეტში გადაყუდებული, რომ ვაღებინებ. იმიტომ კი არა რომ მართლა მაღებინებს, იმიტომ რომ ის არქონტი, რომელიც ჩემში ჩამჯდარია და განმტკიცება სურს, თავისი სამფლობელოს გაშლა სურს ჩემში, ვეჭიდავე, მეჭიდავა და ვეჭიდავე. და საბოლოო ჯამში ეს არქონტი გადმოვათხიე. როდესაც ასეთ ადამიანებს, როცა ვესაუბრები და მისი გარეგნული, შინაგანი თუ ეთერული არ მომწონს, მასთან ურთიერთობაში მე თვითონ კი არ გავრბივარ. ხედავ როგორ ვიზრდები, როდესაც მე მას არ გავურბივარ და როდესაც მას ვუყურებ და ვაგვირდები ჩემ თავს, რა ხდება ამ დროს, რა არის ეს, რატომ მაშინებს ეს ადამიანი ასე, ან ამ ადამიანის, აი ეს ნაწილი ესე. და ოთხი წლის წინ გავაცნობიერე ასეთი რამ, რომ ყველაზე მეტად ჩემი თავი მაშინებს. ყველაზე მეტად ჩემი გარეგნობა მაშინებს. ყველაზე მეტად ჩემი ხმა მაშინებს. ყველაზე მეტად ჩემი მეტყველება მაშინებს. ყველაზე მეტად ჩემი გარეგნობა მაშინებს და ყველაზე მეტად ის აზრები მაშინებს, რომელიც შემშია. ხო და ყველა ეს არქონტი, რომელიც ჩემშია, ესე ერთბაშად ვერ გამოღრია ამ არქონტებს, მეგობრებო, ამას მუშაობა სჭირდება, საკუთარ თავზე დაწყება ამ მუშაობის და ყველაზე მეტად შენ შეიძლება ამ არქონტების გამოღრას თუ კი შენ გაიტან გარეთ ყველა შენ იმ სისუსტეს და არ შეგეშინდება ამ სისუსტის გარე სამყაროსთვის დანახება, რომ შენ ყველაზე სუსტი შეიძლება იყო, მაგრამ შეიძლება ამ სისუსტეში გაიზარდო სწორედ იმ მხრივ, რომ შენ დაგანახო მე რა სუსტი ვარ, შენ დაგანახო მე როგორი უუნარო ვარ, შენ დაგანახო მე როგორი საზიზღარი ვარ, კომპლექსიანი ვარ. ჩემი ყველა ის საკითხი, რაც მე მაშინებს, ის შენც გაშინებს, იქამდე სანამ მე ამას არ გავზრდი და არ დავინახავ ჩემ თავს, არ ჩამოვქმნი ჩემ თავს ისეთად, რომ ჩემი თავი აღარ მაშინებდეს მე. თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა, რომ რაღაცად გეუბნებათ აქ თავში გელაპარაკებათ, რომ არ წახვიდე, იქ არ წახვიდე, ის მაინც ვერ გაგიგებს, ის მაინც ესეთია, ის ისეთია, ის შენაირი არ არის, ხო? და შენ თავს რომ ებრძვი, რომ არა უნდა წახვიდე, არა უნდა წახვიდე, არა უნდა წახვიდე, სწორედ იქ უნდა წახვიდე, სადაც შენი თავი გეუბნება, რომ არ უნდა წახვიდე. რატომ? იმიტომ რომ გაიგო, რატომ გაშინებდა შენ ამა თუ იმ საკითხის განხილვა, დანახვა თუ მოსმენა. ჩვენ თავებში რომ ამოვფრათ ყველა არქონტი, ამისათვის საჭიროა მოვუსმინოთ ჩვენს თავებს. რამდენი ადამიანისგან მიმიღია მე ასეთი პასუხი, რომ არა თამარ, მე მზად არ ვარ, რომ გამოვჩდე ეკრანზე. არა თამარ, მეშინია, არა თამარ, ვერ ვლაპარაკობ, არა თამარ და არა თამარ. იცით რა არის, მეგობრებო, მე ამ ადამიანების ყველას იმესმის, იმიტომ რომ მე თვითონ ვიყავი ასეთი და თვითონ გამოვზარდე ჩემი თავი. სწორედ, როდესაც დავჯექი ეკრანის წინ და ვთქვი, თამარ, იცი რა, ახლა ჩაერთვები პირდაპირ ეთერში და სულ ერთია როგორ გამოგივა, შენ ილაპარაკებ იმას, რისი ლაპარაკიც გსურს.
და როდესაც ჩავერთებ პირდაპირ ეთერში და ვხედავ და მესმის ჩემი თავის, რომ არ შემიძლია, მაგრამ უნდა შევძლო. არ შემიძლია, მაგრამ უნდა შევძლო. გული მერევა ჩემს ხმას რო ვისმენ, გული მერევა ჩემს თავს რო ვხედავ, გული მერევა ყველაფერზე იმაზე, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ამ ნაჭუჭიდან უნდა გამოვწვრე. 4 წლის წინ, როდესაც დავიწყე საუბარი, ძალს ჩემი თავი და ძალს მე, რომ არა და კი გავაკეთებ, არა თამარ, შეხედე რას გავხარ, შეხედე როგორ ლაპარაკობ, შეხედე ლაპარაკი არ შეგიძლია და მეორე მხრივ ჩემს თავს ვამხნევებ, რომ თამარ ეს არის ზრდის პროცესი. ასე უნდა გაიზარდო, სხვანაირად ვერ გაიზრდები. სხვანაირად ბავშვობაში, მერე ასაკში, კიდევ უფრო მერე ასაკში ხელი შეგიშალა ყველაფერმა. შენიანმა თუ უცხომ, ყველაფერმა ხელი შეგიშალა იმისათვის, რომ შენ ამაში ჩამოყალიბებულიყავი, მაგრამ თუ არ გააკეთებ, ისე გავადრო, რომ ვერც ვერასდროს ვერ შეძლებ ამას. ჩემ თავს ვებრძოდი. რატომ გიყვებით ამას, მეგობრებო? იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ ვითარებაში, შემდეგ ის იზოლირდება თავის თავში. პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს, იმიტომ რომ ძალიან სასტიკია გარე სამყარო. ჩაგქოლავს და ჩამქოლეს და იცით რა, ყველა ჩაქოლელიდან ამოვძვერი. იმიტომ კი არა, რომ ძალიან მაგარი ვარ, იმიტომ რომ მქონდა მხოლოდ ერთი მიზანი. იქ არ უნდა დარჩე, სადაც დაგაბეს, სადაც დაგმარხეს, სადაც ჩაგიყვანეს, სადაც არ გინდოდა, მაგრამ მოხვდი. არავინ არ გააკეთებს ამას შენთვის, არავინ არ მოგკიდებს ხელს და გეტყვის, თამარ, მოდი აქ, შენ იცი რა კარგი ხარ, შენ ეს შეგიძლია, ეს შეგიძლია, ეს შეგიძლია და ეს შეგიძლია. არავინ არ იზავს ამას, იცით რატომ? იმიტომ რომ ყველა, ვინც ამ დედამიწაზე მოსულია, თავის ძებნაშია. ის არ დაიწყებს შენს ძებნას, იმიტომ რომ ის ჯერ თავის თავს ეძებს. ამიტომ ყველამ ჩვენი თავი უნდა ვიპოვოთ და მოვუაროთ მას. ვასწავლოთ, დავაყენოთ გამოცდების წინაშე და პრაქტიკულად გამოვცადოთ ის, რისი მაქნისია, რა შეუძლია და რა არ შეუძლია. ყველაზე რთულია, როდესაც შენი თავი გებრძვის და კიდევ 1000 სხვა და შენი თავი გებრძვის და კიდევ 2000 სხვა და შენ რომ ამ ბრძოლაში ხარ, იცი, სად არის სინათლე და უნდა გაიტანო, სხვა გზა არ გაქვს, სხვა გზა არ გაქვს. ჩვენ აქ მოვდივართ იმისათვის, რომ გამოუშვათ სიტყვა. ყველა ადამიანი მოწყურებულია სიტყვის გამოშვებას, რომ მოусმინოს მას, სხვა და სხვა რატო ვერ ისმენს, იცით? იმიტომ რომ ჯერ თავისი აქვს სათქმელი ძალიან ბევრი. ამიტომ მეგობრებო, უნდა დაიცალოთ, რომ სხვის იმოსმენად შეგეძლოთ, მაგრამ ვერ დაიცლები თუ შენ არავინ მოგისმინა. იცით, სხვათა შორის ამაზე 16 წლის ასაკშიც მიფიქრია და ერთი მოთხრობა უნდა წაგიკითხოთ.
ზუსტად გადაიშალა იმ საკითხზე, მეგობრებო. არც ისე უსაფუძვლო მიზეზი. ცის და მიწის ამარა კეთილი გულით დადიოდა მთელი ცხოვრება. მას უყვარდა ყველაფერი, რაც კი ენახა და რაც კი გააჩნდა. მას უყვარდა ყველა, სამწუხაროდ გვერდით არავინ ჰყავდა. ყოფილა ადამიანი, რომელსაც ოდესმე სიმშვიდე მობეზრებოდეს, ის კი მთლიანად სიმშვიდეს მორევში ჩაეთრია და იქ დაეტოვებინა. ყველა უყვარდაო, ეს გასაგებია, მაგრამ რატომ არ უყვარდათ ის? ეს უკვე საკვირველია, არც ისე უსაფუძვლოა ის მიზეზი, რომ იგი არავის ყვარებოდა, თუმცა მას ყველა უყვარდა. არავის უყვარდა და მაინც მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას. ის ბედნიერი იყო, თანაც უზომოდ. მას ყველაზე ძალიან უხაროდა სიცოცხლე. ყველაზე კარგად ის გრძნობდა თავს და მისი ფანატიკური სიყვარული ყველასადმი ხალხს უკვე ძალიან აღიზიანებდა. მისი სიტყვებით, ყველას გულში სიყვარული იმალებოდა, განა არ შეეძლოთ ადამიანებს მისი დანახვა? არ შეეძლოთ, რადგან მისივე სიტყვებით ისინი უკვე ძალზე დაღლილები იყვნენ. ისე იყვნენ დაღლილები, რომ მათი ინტერესები დაკარგვის გზაზე იყვნენ დამდგარი. მას განურჩევლად უყვარდა დიდი ხნის დაღლილი ადამიანები და დიდი ხანი ელოდა მათ დასვენებას. დიდი ხნის შემდეგ სწორედ იმ ადამიანებმა დააიტირეს დიდი სიყვარულით დაავადებული დიდი ადამიანი. ადამიანები დიდი ხნის მანძილზე დიდად განიცდიდნენ ამ ამბავს, იმას, ვისაც ყველა და ყველაფერი ასე ძალიან უყვარდა და მტკივნეული არასოდეს ყოფილა მისთვის რაიმე. ბედნიერი ცხოვრებით უცხოვრია სიყვარულით დაღლილს. მწარე ცხოვრება მხოლოდ დანარჩენს უგემია. ნამდვილი ცხოვრება კი მხოლოდ მათ ჰქონიათ, ვინც ორივე განიცადა. არავისთვის იქნება საინტერესო რა მოგელის, თუ დაიჯერებ, რომ შენ მოგელიან, ამბობდა იგი. არც ისე უსაფუძვლო მიზეზია სიყვარულის მოსაპოვებლად ის, რომ სხვას არასდროს არ განიკითხავ. გძულს, ესე იგი ძალიან გვიყვარს. არა, ეს არ იყო ის, მეგობრებო, რაც უნდა წამეკითხა, მაგრამ მეგონა რომ ეს იყო იმ მოთხრობაში არის ესეთი მომენტი, რომ ადამიანი დადის თავის ცხოვრების მანძილზე მიდის და გზად შემოხვდება ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც არ მოусმენს და სხვები სულ უყვებიან ამ ადამიანს, რომ აი უყვებიან სულ ერთია რას და საბოლოო ჯამში ეს ადამიანი ხელს ჩაიქნევს, რომ არც ამას ესმის ჩემი და არც იმასო რა და წავა განაგზობს ცხოვრებას თავისით. ხო და დამავიწყდა როგორ თავდება მე ეს, მაგრამ ის სახელიც დამავიწყდა რომელია. ხო, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის იცით მეგობრებო? მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პარტაონება არის ის, როდესაც ჩვენ გვიშლის ხელს. სხვა ადამიანს არ გავუყადროთ თავი. ეს ამ პარტაონება საქართველოში ძალიან გავრცელებული თემაა. ჩემ თავს რო შევხედო, ძალიან დიდ ამ პარტაონებაში ვიყავი. სწორედ ეს ამ პარტაონება იყო, რომელი ამ პარტაონებაც მაიძულებდა ისეთი ადამიანები მომეძებნა, რომელი ადამიანებიც ჩამომიყვანდნენ ამ პარტაონებიდან და სამწუხაროდ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ტკივილის ფასად მასწავლიდნენ რა არის თავმდაბლობა. თავმდაბლობა არ არის ის, რომ შენ ხვალ წახვიდე ეკლესიაში და მოძღვარს ჩააბარო აღსარება. თავმდაბლობა არის ის, როდესაც შენ თავს ეტყვი, რომ არავის მეტი არ ხარ და არავის ნაკლები. არავის მეტი არ ხარ და არავის ნაკლები.
თავმდაბლობა არ არის ის, რომ შენ თავს დაიმდაბლებ და მე არაფერი და მე საწყალი და მე ეს ფარისევლობაა, მეგობრებო. შენ თავმდაბალი ხარ მაშინ, როდესაც შენ არც არავიზე აყენებ მაღლა თავს და არც არავიზე დაბლა აყენებ თავს. რადგან თავმდაბლობას უყვარს საკუთარი თავის პატივისცემა. როდესაც თავმდაბლობას ისწავლი, არავის არ გააბედინებ შენს თავზე, რომ ვინმე შენზე მაღლა დადგეს. მაშინ ისწავლე შენი საკუთარი თავის დაცვას. მაგრამ სანამ შენ ჯერ კიდევ ფარისევლობაში ხარ, შენ არ ეტყვი და არ შეეპასუხები ადამიანს, იმიტომ რომ შენ თავმდაბალი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ იცი, რომ ის არასწორ სიტყვას ამბობს, არასწორს გეუბნება, არასწორად მოგმართავს და გატყუებს, ან გპარავს, ან გიყენებს. არასდროს გაწონასწორებული ადამიანი თავის თავს არავის დაბლა არ დააყენებინებს და თუ კი ხედავს უსამართლობას, ყოველთვის იტყვის ხმამაღლა. ისე კი არა, რომ გაივლის და მერე თავის თავში იფიქრებს, ეს მაინც ვერ გაიგებს, რომ ვთქვა. არა, ეგ ამპარტავნებაა, მეგობრებო. ქრისტე მაგას გვასწავლის, რომ როდესაც შენ უსამართლობას დაინახავ და მოისმენ, მაშინვე უნდა ამხილო ის. ეს საკითხი ეშლებათ დღეს ძალიან სამწუხაროდ, როგორც სასულიერო პირებს, ისე ერისკაცებს და როდესაც შეეპასუხები მღვდელს თავის უუნარობაში, ისინი მაშინვე გეუბნებიან, რომ შენ რა მღვდელს შეეპასუხე? შენ რა ამპარტავნებაში ხარ? შენ რა გაანიკითხა? არა, უბრალოდ მე ჩემს თავს, ჩემი თავი ძალიან მიყვარს. იმიტომ კი არა, რომ მე ძალიან მაგარი ვინმე ვარ, იმიტომ რომ მე ღმერთს უყვარ ვარ და ამისათვის მე ჩემს თავს არ დავაჩაგრინებ არავის, თუ კი ის ტყუილს მეუბნება, თუ კი ის პირში ნაცარს მაყრის, თუ კი ის ფიცი მწამს ბოლო მაკვირვების მდგომარეობაში მაგდებს. არ დავაჩაგრინებ თავს და ამით ქრისტეს დაუდგები მხარში. იცით რატომ? იმიტომ რომ როდესაც ქრისტე რაბებს შეეწინააღმდეგა, სწორედ მას მოუდეს შარად, რომ ის იყო ამპარტავნებაში, ეშმაკით შეპყრობილი, მათ ღმერთს შეურაცხყოფდა და ქრისტემ უკან არ დაიხია. არ დაიხია, იმიტომ რომ არ შეეშინდა. არ დაიხია, იმიტომ რომ მას არც ერთი არქონტი არ აწუხებდა თავის თავში, რომ ვინმე მასზე იტყოდა, რამხელა ამპარტავნებაშია ჩავარდნილი, როგორ პროვოკატორობს, როგორ თავს გასდის, როგორ შეურაცხყოფს ღმერთს. მან თქვა თავისი სიმართლე, ის სიმართლე, რომელიც სიმართლეც დღემდე ჩვენამდე მოვიდა. ის აღუდგა სრულიად არქონტების სამფლობელოს წინ. ის აღუდგა თავის არქონტებს წინ და სხვისასაც. ეს არის ჩვენთვის ღმერთკაცობა და არა ის, როდესაც ვამბობთ, რომ ის ღმერთისგან ჩაისახა. ჩვენ ყველანი ღმერთისგან ჩავისახეთ, მეგობრებო. თუ თქვენ გონიათ, რომ სული წმინდის გარეშე რამე გაიმოძრავებს ამ დედამიწაზე, მაშინ ძალიან ცდებით. ყველანი სული წმინდის მიერ ვართ ჩასახული და ყველაფერი სული წმინდის მიერ აღმოცენდება. ყოველი, რომელიც განვინთანში დგას, განვითარებაშია, ყველანი სული წმინდის მიერ ვართ მოვლენილი. დიახ, ეს არის ანი და ჰოე, მეგობრებო. ეს არის ის ძალა, რომელმაც ჩვენ დაგვბადა
ეს არის ის ძალა, რომელიც იყო პირველად. ეს არის სიტყვა მოგცა ღმერთმა და სიტყვით უნდა განიღმრთო. სიტყვით უნდა განიღმრთო. გესმით? აი ახლა მე ვგზავ კანონს. კანონი ქვია, კანონი გადავარქვი, გუშინ უნიონი დავარქვი, დღეს კანონს ვგზავ. იმიტომ რომ ასე მოინდომა განგება. სული წმინდა სპონტანურია. სული წმინდა სპონტანურია. ხან გსოვ და ხან არ ღვევ, იმიტომ რომ კარგად გამოვიდეს ის, რაც ჩაიფიქრე. მაშასე მეგობრებო, პარტავნების აღმოფხვრა საკუთარი თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოზირია. მაგრამ თუ კი ჩვენ დავსხდებით სახში და ვიფიქრებთ, რომ არა, ამას მაინც ვერავინ გაიგებს. აგრეთ წერია, ამას ვერავინ ჩაწვდება, აგრეთ წერია, მაინც არავის არ სჭირდება. რატო? სულიწმინდა მოგცა და სულიწმინდით უნდა გასცე. არ უნდა დაატყვევო სიტყვა. თორე, თუ კი სიტყვას დაატყვევებ, მაშინ შენს დაგატყვევებს სულიწმინდა. სწორედაც რომ ნარიმანს სულიწმინდა ყავს დატყვევებული, როდესაც ის არ ლაპარაკობს, თუმცა ხანდახან მაინც წამოწდება ხოლმე ესა თუ ის ფრაზები. სულიწმინდას ვერავინ დაატყვევებს, მეგობრებო. სულიწმინდა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი არსება, რაც კი წარმოქმნილა ამ სამყაროში. ყველაზე თავისუფალი რამ არის. ამიტომ ის ჩვენ არ გვეკუთვნის და არც ჩვენ ვეკუთვნით მას. ის გვაძლევს სრულ თავისუფლებას. დიახ, სრულ თავისუფლებას. იუნგი ძალიან მაგარი ვინმე იყო, მაგრამ მე ერთ რამეში არ ვეთანხმები იუნგს. იმ საკითხში, რომ მან სინქრონიზაციები, რომელსაც თავად აღიარებდა, ხო? მიეწერა ჩვენს თავებს. იცით როგორ არის? ჩვენ შეგვიძლია დავუკავშირდეთ სულიწმინდას და სულიწმინდა შეასრულებს ამას და გააკეთებს, მაგრამ ჩვენი თავით ვერაფერს ვიზავთ. ჩვენ შეგვიძლია ძალიან დიდი პროცენტით ვიყოთ სულიწმინდაში ერთნი, რომ გაიფიქრებ და ხდება. ესეთი რამ არსებულია, მეგობრებო, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ხშირად მომხდარა ეს ამბავი. მაგრამ როდესაც გაიფიქრებ და არ ხდება, ეგ რაღაც მივაწეროთ. ანუ რა გამოდის? არის შემთხვევები, როცა ჩვენ იმდენად კონცენტრირებულად ვართ სულიწმინდაში, რომ რასაც ფიქრობ, ის გამოდის გარეთ.
მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც დაშორებული ვართ სულიწმინდას და ვფიქრობთ, მაგრამ რაც არ უნდა ვიფიქროთ, არ ხდება. ერთხელ, როდესაც ჩემი მიჯნური პირველად ვნახე და შემდეგ გაკვირვებული, გაოცებული, აბსოლუტურად სხვა სამყაროში აღმოჩნდი, აღფრთოვანებული, საკუთარი სხეულიდან გასული, ხდებოდა ესეთი მომენტი, რომ რასაც გავიფიქრებდი, ის ხდებოდა. და ხანდახან ვფიქრობდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი ხდება. ხო, რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა. გამოთქმული არ მქონდა, რომ უკვე ხდებოდა ის, რასაც ვფიქრობდი. და ესეთი მომენტი იყო, რომ საკუთარი სხეულიდან გარეთ ვიყავი, შიგნით ვეღარ მოვხდი, ანუ გასული ვიყავი საკუთარ სხეულს გარეთ. და მოხდა ესეთი რამ, რომ ხელების გრძნობა დავკარგე, მე სახის გრძნობაც დავკარგე, სხეულის გრძნობა დავკარგე და შემეშინდა, რა ხდება, მეთქი, ეს რა ხდება. საბოლოო ჯამში, როდესაც მოვყევი ეს, მეთქი, რატომ ჭირს ესეთი რამ? არა, მოწეული არაფერი არ მქონდა, მეგობრებო, მერიულობთ. უბრალოდ რაღაც ჰორმონები, რომლებიც იმ მომენტში გამომუშავდა, ეს იყო, არ ვიცი რა ჰორმონი იყო, მაგრამ ძალიან სერიოზული ჰორმონი იყო, სულიწმინდას დამაკავშირა. და საბოლოო ჯამში მომიხდა ესეთი რამ, რომ ჩამოსულიყავი ისევ ჩემს სხეულში, ჩემი ლოყები უნდა მეცემა და ხელები. და საბოლოო ჯამში, რომ მოხდა ეს საკითხი, ვიჭიქი და ვფიქრობდი. არსებულია, რომ მთებიც კი გადადგა, როდესაც სულიწმინდასთან კავშირში ხარ. და რატომ მოხდა ეს? მე მარტო არ ვიყავი, რამდენიმე ათეული ადამიანი ვისხედით ავტობუსში და როდესაც არქონტები ჯერ არ დაგიმარცხებია, მეგობრებო, და მოდის აზრი, ხო? აზრი, შიში უცბად, რომ აი შეიძლება ახლა ეს ავტობუსი გადავარდეს, ან შეიძლება ახლა რაღაცას დაეჯახოს, ესეთი შიშები ხალხს აწუხებს, მეგობრებო, მეც მოწუხებდა ერთი პერიოდი და როდესაც დავამარცხე, ვფიქრობდი ესეთ რამეს, მე რომ ეს შიშები არ დამემარცხებინა და რომ აზრი მოსულიყო და შემომეშვა ჩემში, მაშინვე მოხდებოდა ის, რომ ავტობუსი გადაყირავდებოდა. ამიტომ დავწმურდი ერთ რამეში, რომ როდესაც გავწმინდე ჩემი თავი არქონტებისგან, შიშებისგან, უაზრო აზრებისგან და როცა ვისწავლე მათი მართვა, რომ ის აზრი მე არ მინდა, არც ის აზრი მინდა შემოუშვა ჩემს, შეიძლება შემოვიდეს, მაგრამ მაშინვე გავატარო. სწორედ მაშინ მოხდა ის საკითხი, როდესაც შემახვედრეს ჩემს მიჯნურს. და როდესაც შემახვედრეს ჩემს მიჯნურს, მაშინ უკვე მივხვდი ერთ რამეს, რომ ეს სამყარო გაცილებით სხვანაირია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია ხორციელში. ხორციელი კავშირშია ეთერულთან, მეგობრებო, ასტრალურთან და მენტალურთან, ყველა პროცენტში კავშირშია. თუ მცველები გყავს, მცველი ანგელოზები გყავს, შენ არ შეგახვედრებენ შენს მიჯნურს იქამდე, სანამ არ გაიწმინდები ამ არქონტებისგან. რამე თუ როგორც კი შენს მიჯნურს შეგახვედრებენ და როგორც კი შენ ბოროტი აზრი მოგივა, მაშინვე ხდება.
100% დარწმუნებული ვარ ამაში. და თუ კი ეს ასე არ ხდება, მაშინ თქვენს მიჯნურს ჯერ არ შეხვედრით ხართ. სამყარო გაცილებით სხვა ფენომენია, ვიდრე ჩვენ გვიყვებიან ამას. თუნდაც წმინდა წერილებში. წმინდა წერილებში ჩვენ ძალიან ბევრ ამის გვიმალავენ. იმას, რასაც ქრისტე ამბობდა. და როდესაც ეს ამბავი მოხდა, და როდესაც ჩემი მიჯნური გამაცნეს, და როდესაც მე მივხვდი მას მერე თუ რა არის რეალური სამყარო, მერე გამოვიდა წიგნი გნოსტიკური სახარება. და როდესაც გნოსტიკური სახარება წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს რეალურად ჭეშმარიტი სიტყვები არამედ თუ უკვე განცდილი მაქვს გნოზისში. და თუ გნოზისში განცდილი არ გაქვს ის, რასაც კითხულობ, ის შენ აბსურდად მოგეჩვენება. და რატომ ამოიღეს მამებმა გნოსტიკური სახარება? იმიტომ რომ სწორედაც აბსურდად მოეჩვენათ მათ ეს საკითხები. რამე თუ მათ სიყვარული არ ჰქონდათ განცდილი და არც ის მიჯნურობა, რომელზეც მაქვს ხოლმე საუბარი. რატომ არ ჰქონდათ მათ ეს განცდილი? იმიტომ რომ დავიანთმა ამპარტავნებამ ყველა ის გნოზისში ცნობიერი პიროვნება ცეცხლზე დააწევინა, რომელსაც ვერ იღებდა მათი შინაარსი. მათი შინაგანი ვერ იღებდა, იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ მზად გაიხსნათ მეხუთე ენერგეტიკული ველი. ეს არის გულის ენერგეტიკული ველი, მუდრა. გულის მუდრა, რომელზეც ქრისტე ცდილობდა ჩვენთვის გაიხსნა გულები, მაგრამ იმდენად ჩაჭერილი ვიყავით პირველ საუკუნეში მეზე, ეგოზე, მეოთხე ენერგეტიკულ ველზე, უკაცრავად მესამე ენერგეტიკულ ველზე, რომ მეოთხეში ვერ ავდიოდით. მეოთხე ენერგეტიკულ ველში ასვლა არის პირველ რიგში საკუთარ არქონტებზე გამარჯვება და ალბათ ბევრი ნატრობს თავის მიჯნურის გაცნობას ან სიყვარულს და შეიძლება ცხოვრება ისე განვლოს, რომ მან თავისი მიჯნური ვერ ნახოს, იმიტომ რომ ის ჯერ არ გაწმენდილა. რატომ უშლიან ყველა ნაწარმოებში ბოროტები სიყვარულს? იმიტომ რომ ეშინიათ მას, მისი ეშინიათ მეგობრებო. სინათლე შემოდის არა მხოლოდ სიყვარულიდან, არამედ გნოზისიდან, მეგობრებო. გნოზისი არის საკუთარი თავზე დაკვირვებით ამა თუ იმ საკითხის განხილვა და შეგრძნება. საკუთარ თავს სანამ არ დაუკვირდები და სანამ შენ ჩემზე იტყვი, რომ რა გაწეწილი ხარ, რა გაცვია, როგორ ლაპარაკობ, რანაირად გამოიყურები, პირი დაიბანე, თმები დაივარცხნე და წერტილი.
მანამდე შენ უყურებ სხვას, როდის გეტყვის სხვა, რა უნდა გააკეთო შენ. იმიტომ რომ შენ აძლევ თავს შენს თავს იმის უფლებას, რომ სხვას უთხრა, რა უნდა გააკეთოს მან. ესე იგი, ეს იმას მიმანიშნებს, რომ შენ ჯერ კიდევ იმართები სხვებისგან. როგორც კი ადამიანი თავის თავს დაუწყებს გაზრდას, არასდროს არ გაუჩნდება აზრი, რომ სხვას მიუთითოს. ესე ჩაიცვი, ისე გაიარე, ესე ნუ ლაპარაკო, ისე ნუ დგახარ, აქ ნუ მიდიხარ, იმას ნუ ელაპარაკები, აქ ნუ ზიხარ, იმას ნუ ეხები, ამას რას კითხულობ, ვის უსმენ, ეს რა გაგიკეთებია. რამე თუ ადამიანს, როდესაც შემოუტრიალდება თავის თავს და თავის თავზე დაიწყებს მუშაობას, არ ექნება იმის დრო, რომ სხვაზეც იფიქროს ის როგორ აკეთებს და რა აცვია და რა სახურე უკეთია და რა ფეხსაცმელები აცვია. არ აქვს ამის დრო. იმიტომ რომ იმდენი რამეა ჩვენ თავში აღმოსაჩენი. იმდენი არქონტია გასახრელი, იმდენი ნაგავია დაგროვილი, რომ არ გვაქვს ჩვენ მაგის დრო, რომ სხვას მივუთითოთ. არ გვაქვს ჩვენ მაგის დრო. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. დაბადებიდან გარდაცვალებამდე. მხოლოდ 100 წელი. ძალიან ცოტა დროა. ძალიან ცოტა დრო, რომ შენს თავში აღმოაჩინო რამხელა ზღვა შენში. ძალიან ბევრი ქალბატონი სწორედ ამიტომ ვერ ქორწინდება. სწორედ ამიტომ ვერ პოულობს თავის შესაფერის პირს. იმიტომ რომ მასში ძალიან ბევრი კრიტიკაა. სხვის მიმართულებით, რადგან თავი გასაწმენდი აქვს. შემდეგ ემართებათ ციკები. ხშირად იბანენ ხელებს, ან ტანს, ან თმებს, ან გარეგნულ სილამაზეს უთმობენ დიდ დროს, რადგან შინაგანად გასაწმენდები არიან. რადგან შინაგანად თავს გრძნობენ არასაკმარისად, არასრულყოფილს, არამზადაც. ჩვენ ყველა მეგობრებო ვართ. პატარა ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ცხოვრების მანძილზე და სწავლობენ ყოველ გამოცდილებაში თითო ასობგერას. თუ ჩვენ ვზარმაცობთ, მაშინ ჩვენ ვრჩებით ხოლმე ერთ ადგილზე, სტაგნაციაში ვრჩებით და ამ სტაგნაციიდან ვეღარ გამოვდივართ, რადგან არავინ არ არის, რომ მოვკიდოს ხელი და გამოგვიყვანოს. ჩვენ ველოდებით პრინცს, რომ ის მოვა ერთხელაც თეთრი რაშით და ამოგვიყვანს ამ ჭაობიდან, არა და სინამდვილეში თეთრი პრინციც
და თეთრი რაშიც შენ ხარ შენი თავის სანამ შენ თავად არ მოიყვან შენს თავს არავინ შეიწუხებს შენი გულისთვის თავს და თუ ვინმე შეიწუხებს შენი გულისთვის თავს ის მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო რომ შენგან რაღაცას გამოელის დამეწუნეთ არავინ შეიწუხებს თქვენი გულისთვის თავს თუ თქვენ თავად არ იწუხებთ თქვენი გულისთვის თავს თუ თქვენ თავად არ გიყვართ თქვენი თავი არავის არ უყვარხართ თქვენ და საკუთარი თავის სიყვარული ის არ არის რომ წახვიდე ეკლესიაში ან წახვიდე სილამაზის სალონში ან წახვიდე სადმე სხვაგან საკუთარი თავის სიყვარული არის დაჯდე ერთ ადგილზე და კითხო შენ თავს სად არის სიცარიელე რა გინდა რომ შეავსო შენს თავში რა გაკლია და რატომ გაკლია ეს რაც გაკლია და თუ რამე გაკლია შენს თავში დედა ვერ მოგცემს ამას ვერც მამა ვერც ბებია ვერც ბაბუა ვერც შენი ქმარი ვერც შენი შვილი ვერც ღმერთი იცით ვინ მოგცემს ამას მხოლოდ შენი სიტყვა შენი პირიდან გამოსული სიტყვა მოგცემს იმას რაც გაკლია შენს შინაგანში თუ სიყვარული გაკლია და ხშირად ადამიანს სწორედ სიყვარულის ნაკლოვანება აწუხებს არ მინახავს ადამიანი რომელსაც სხვა რამე აწუხებდეს ფული მოიპოვება ფული ნაკლებად აწუხებს ადამიანს სიღრმისეულად სიყვარული აწუხებს ადამიანს სიყვარულის არ ქონა შენი თავიდან ვერ გამოიმუშავებ სიყვარულს მხოლოდ შეგიძლია სიტყვით უთხრა შენს თავს მიყვარხარ მე შენ მიყვარხარ და ნახეთ რა მოხდება თქვენს თავში ნახეთ როგორ გაიხსნება შინაგანში ემოცია და როგორ გაიშლება გულის არეში ეს ემოცია შეიძლება იტიროთ კიდეც არა უშავს არ შეგეშინეთ ამის თუ შენ შეგიძლია აუხსნა შენს თავს სიყვარული შენ შეგიძლია სიყვარული ხოლო თუ შენ ჯერ კიდევ სხვაში დაეძებ სიყვარულს და სხვას უხსნი სიყვარულს შენ ჯერ არ გიპოვია შენი თავი ეს მართალია 100%-იანი სიმართლეა მეგობრებო და რომ შეხვდეთ თქვენს მიჯნურს და უთხრათ არ დაგიჭირებთ თქვენის ამას იცით რატომ იმიტომ რომ ჯერ შენი თავი არ შეგიყვარებია ჯერ შენი თავისთვის არ გითქვავს რომ შენის გიყვარს და როცა შენი თავი გიყვარს ყველას უყვარხარ მხოლოდ მაშინ უყვარხარ ყველას და თუნც ყველას არა იმას ვისაც გინდა რომ უყვარდე ადამიანი არ იბადება იმისათვის რომ ყველას უყვარდეს ადამიანი იბადება იმისათვის რომ მხოლოდ ერთს უყვარდეს ის და ის არის თავისი თავი მარტინა თორდია წერს გისმენთ მე და ჩემი მოსწავლე და ვტირითო მიხარია რომ გაიხსნა თქვენი გული
თქვენი გულები გაიხსნა. როდესაც ადამიანი ტირის, ადვილად აღწევს მეოთხე ენერგეტიკული ველიდან მეექვსე ენერგეტიკულ ველში, რომ შევასწოროთ მეშვიდე ენერგეტიკულ ველში, ენერგია და ის მოედინება ცრემლის სახით. გუშინ ერთ პირს ველაპარაკე და ვკითხე, თუ ყოლია მას, თუ იცის რა არის განსხვავება მიჯნურობასა და სიყვარულს შორის. მან მითხრა, რომ არ ვიციო და მე მკითხა რა არის განსხვავება მიჯნურსა და სიყვარულს შორისო. მიჯნურსა და სიყვარულს შორის განსხვავება, მეგობრებო, ძალიან ადვილი გასაგებია. როდესაც გიყვარს, შენ გინდა მასთან ურთიერთობა, გინდა მასთან სიახლოვე, გინდა რომ ის შენი იყოს, გინდა რომ ერთად იყოთ, გინდა რომ ფიზიკურ სიახლოვეში, კონტაქტში იყო. მაგრამ როდესაც მიჯნური ხარ, შენ იწყებ შენი თავის დანახვას. შეხედავ იმ ადამიანს, რომელიც ჯერ ვერ იგებ რა ხდება, მაგრამ შენ თავში რო გეგონა, რომ ყველაფერი დაძლეული მაქვს, აბა ეხლა კიდე რაღა უნდა იყოს ისეთი, რომ ვინმემ გამაკვირვას. და უცბად მიხვდები, რომ ჯერ ყველაფერი დაძლეული კი არა. ამ ხელაც არ ხარ. სად ხარ? აუ რამდენ რამეს დაინახავ შენს თავში. რამდენი დავალება დაიდება შენს წინაშე უცბად და ფიქრობ, რომ აუ რა სად ვყოფილ ვარ მე თურმე. რამდენი რამე არ მიყვარს თურმე ჩემს თავში. რამდენი რამის მცხვენია ჩემს თავში. რამდენი რამე მაკომპლექსებს ჩემს, როგორ არ მიყვარს ჩემი თავი. როდესაც მიჯნური ხარ, სხვა სამყაროში გადადიხარ. ამას იგრძნობ. შენ იმაზე არ ფიქრობ, რომ აი ეხლა მე მინდა რომ იმასთან ვიყო, იმას რა ჩავეხუტო, ვაკოცო, სექსი მქონდეს ან რაღაც მსგავსი, ერთად ვიცხოვრთ. არა, შეფიქრობ ერთ რამეზე. ჯერ შენ თავი უნდა გაზარდო. მუსიკოსები ვართ და ძალიან მოქმედებს ეს ფონია. ხო? კი. სიხშირეა და იმიტომ. იცით რა მხელა პროცესია, როდესაც შენს თავს ზრდი და ვეღარ გაიზარდე და ბოლოს ერთი კითხვა დავში, კიდევ რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ შემეძლოს თავისუფლად მასთან კონტაქტი.
ბევრი რამ. როდესაც ადამიანი თავისთავში ჩადის სიღრმისეულად, მას ახსენდება ის ბოლო მომენტი, რას გრძნობდა ყველაზე დიდ ტკივილს საკუთარი სულის გამოცდილებაში. ყველაზე დიდი ტკივილი სად იყო და შეიძლება გადაგისროლოს ეს სულ რაღაც რამდენიმე ასეული წლის წინ გადაგისროლოს ამ შეგრძნებამ და გაგახსენდეს რაღაც მომენტი, რომელიც ჯერ არ იცი რა არის. მერე იცნობა ამ მომენტს, საიდან მახსოვს ეს. მახსოვს ბავშვობაში დილით რო გამიღვიძებოდა ხოლმე, ფარდები იყო ჩამოკიდებული და ამ ფარდებს უყურებდი. ამ ფარდებს ხანდახან ქარი გააქროლებდა ხოლმე. და ვფიქრობდი ეს მომენტი საიდანღაც მახსოვს. და რომ მახსოვს რაღაცა ცუდ შეგრძნებას მიტოვებს. ვაკურდებოდი ამ ფარდებს და ვუყურებდი და მახსოვდა რომ ერთ დროს, როდესაც რომელიღაც დროში ვიწექი და ვუყურებდი ამ ფარდებს და ერთადერთი რაც იყო ჩემს ცხოვრებაში ამ ფარდების მოძრაობა იყო, რომელიც მაწყნარებდა. მეტი არაფერი არ ვიცოდი. მერე გავიდა რამდენიმე ათეული წელი და კიდევ გამახსენდა ოღონდ იმიტომ კი არ გამახსენდა რომ გავიხსენე გამახსენდა რომ ეს შეგრძნება იყო ის შეგრძნება, რომელიც შეიძლება ყოფილიყო სწორედ
სიკვდილისთვის მზადება. იმ დღეებში, რომელ დღეებშიც მე ბოლო ცხოვრებაში სიკვდილისთვის ვემზადებოდი. გასვლისთვის, გარდაცვალებისთვის. ბავშვობაში შეიძლება მგონებოდა, რომ ეს არის ფანტაზია, რომელი ფანტაზიის მიხედვითაც მე ვიგონებ რაღაცებს. ჩემი თავიდან გამომდინარეა ეს ყველაფერი, მაგრამ არსებობს ფანტაზია მეგობრებო, არსებობს მხოლოდ მოგონებები. ერთი წუთით დარეკილი შემოვიდა და გავედი. არ არსებობს მოგონებები, არ არსებობს ფანტაზია, არსებობს მოგონებები და ზოგ სულს ეს კარგად აქვს დამახსოვრებული, რა უნდა მოიგონოს. ბავშვობაში, როდესაც თქვენს ბავშვებს შეატყობთ, რომ დიდი ფანტაზიის უნარი აქვთ, ჩაიწერეთ ყველაფერი. ჩაიწერეთ ყველაფერი, რამე თუ მათ ახსოვთ ის, რაც გაიარეს. ბავშვობაში ჯერ გახსოვს ლამაზი მოგონებები. და თამარ მაინც რისთვის შექმნეს, რისთვის მოვედით ამ სატანჯველშიო, მეკითხება ანი ამირანაშვილი. ანი, ჩემი დაკვირვებიდან, ხო? არ ვისაუბრებ სხვებზე. მე მივხვდი ერთ რამეს, რომ ჩვენ მოვდივართ აქ, რომ ვიპოვოთ ჩვენი თავი. და რომ ჩვენი თავი ვიპოვოთ, ამისათვის ჯერ უნდა ვიპოვოთ ჩვენი მეორე ნახევარი. და ჩვენი მეორე ნახევარი რო ვიპოვოთ, ამისათვის ჯერ უნდა განვწმინდოთ ჩვენი თავი. და ჩვენი თავი რო განვწმინდოთ, ჯერ უნდა დაუშვათ ბევრი შეცდომა. რამე თუ ორივე არ განიცადე, განსხვავებას ვერ შეიგრძნობ. და თუ იცი განსხვავება, მაშინ იცი რა არის განის სხვა ვაება. ერთ განში არ ზიხარ, ერთ გან ცდაში არ ზიხარ, შენ ზიხარ გან საცდელებში. შენ განიცდი და აი ასე ერთხელ ხილვაში ვნახე ჩემს სოფელში, აქ სადაც ვცხოვრობ, ზედა ქუჩიდან მოდიოდი და დაბლა მოდიოდი და ვხედავდი, როგორ გამოიყურებოდა სულ სხვანაირად ჩვენი მეზობლის სახლები, ჩვენი გზა. და რომ მოვედი ჩემს სახლთან, ვცდილობდი, რომ დამენახა, როგორ გამოიყურება ჩვენი ეზო, ჩვენი სახლი. და უყურებ და ვერ ვხედავ და უცბად დავწრიალდი და აერში ავედი ცაში და გამომეღვიძა. მე ვიმოგზაურე სხვა განზომილებაში, მე ვიმოგზაურე მომავალში, თუმცა მომავალში არ მინდოდა დამენახა, როგორ გამოიყურება ჩვენი ეზო, იმიტომ რომ მე ჩემს თავს წავართმევდი არჩევნის უფლებას. რატომ? იმიტომ რომ იმის მიხედვით გავაკეთებდი, რაც ვნახე და არა იმის მიხედვით, რაც ეხლა მინდა რომ გავაკეთო. Вы переехали, ищете удаленный заработок или возможность работать в новой стране, подумайте про профессию дизайнер интерьера. ეხლა გავაცნობიერე, რომ არასწორად ავიღია. Интерьера всего за 3 дня на ეს бесплатном წავიდეს. Уметь рисовать или знать специальные программы не нужно. Переходите по ссылке
ეხლა უნდა დავარღვიო ისევ, ამ ლაპარაკში სულ გავერთე. კი ბევრი ვიფიქრე, მაგრამ მაინც შემეშალა. დავარღვიოთ. კიდევ კაი ბევრი არ უნდა დავარღვიო. აი, აქამდე. ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ განვიწმინდოთ. ვინ თავისუფლდეთ. განვთავისუფლდეთ. ანუ კითხვა ვინ ხარ შენ? აღარ დაუსვა შენ თავს. არამედ უკვე გქონდეს პასუხი. ისა ვარ, ვინცა ვარ. აღარ გინდა კითხვის დასმა ვინ ვარ. მე როდესაც განვიხილავდი თამარ მეფის სცენებს, ვთქვათ, რომ თამარ მეფე არც ყოფილა, ვთქვათ, ავიღოთ, დავუშვათ ეს ვარიანტიც, ხო? თამარ მეფემ თავისი ბოლო წუთების და ბოლო წამების დროს მე განმაცდევინა ის, რასაც ქვია ისა ვარ, ვინცა ვარ. მოვალ მხოლოდ იმიტომ, თუ საჭირო გავხდი. მეორედ მოსვლა მინდა მხოლოდ იმიტომ, რომ რაც წამართვეს, ის დავიბრუნო. მე არ მოვიდი, არ მოვდივარ იმიტომ, რომ გავიგო ვინა ვარ, მე ვიცი ვინცა ვარ, მაგრამ რაც წამართვეს, ის რომ დავიბრუნო, იმისთვის მოვედი. რა წამართვეს? ჩემი თავი წამართვეს. როგორ? არ მომცეს სიტყვის თქმის უფლება. სიტყვა რომ მეთქვა, თუ როგორი ცხოვრება მინდა მე, ამის უფლება არ მქონდა. უნდა მეკეთებინა ის, რაც სურდა სხვას. უნდა მეკეთებინა ის, რასაც მეტყოდნენ. უნდა მეკეთებინა ის, რაც სახელმწიფოს აწყობდა. მე ვინ ვიყავი მაშინ? ვიყავი მე ჩემი სახელმწიფო? არა. მე ვიყავი ერთი ჩვეულებრივად ძალიან გონიერი პატარა გოგო, რომელსაც წაართვეს თავისი ცხოვრება. ამას მარტო მე კი არ მართმევენ, სულ მუდამ და მუდამ აკეთებენ არქონტები თითოეულ ჩვენგანთან, ყველა ადამიანთან, ყველა ადამიანის ცხოვრებაში, იმასთან სხვანაირად და იმასთან სხვანაირად. რამდენიც აგაკ, იმდეს გართმევენ, რამდენიც არ გაკ, იმას ვერ გართმევენ. როდესაც მე ვიცხოვრე სხვისი ცხოვრებით და როდესაც მე ვერ შევძელი ის, რომ ჩემი თავი დამეცვა,
უუნარო გავედი და უუნარო შემოვედი. მე უნდა მესწავლა ჩემი თავის დაცვა. ეს უნარი უნდა შემეძინა და თუ ისწავლე შენი თავის დაცვას, ყველა არქონტი აღგიდგება წინ. ეცდება შენს ჩაქოლვას და რითიც დავიწყეთ ეს ლაივი იმით დავამთავრებ, რომ ყველა არქონტი, რომელიც შემოგაჯდა კისერზე და იმდენად მძიმეა, რომ თავი ჩაგაღუნინა და ვერ აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც გსურს, ნელა უნდა გახარო ისინი შენი თავიდან, თუ გინდა შეიძინო უნარი. ყველაზე დიდი არქონტი არის ის, რომ ვიფიქრო, არ შემიძლია, ყველაფერი შეგვიძლია. ყველაფერი შეგვიძლია. მათ შორის სიმღერაც და ვიმღერებ მალე იმ სიმღერებს, რომელიც სიმღერებიც დაიწერა ამ წლის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხმა ძალიან მაბრაზებს, ხან ყროყინებს ხოლმე და ისე ნერვებს მიშლის, ხან ჩამიწყდება, ხან სადღაც არ ვიცი სად ვარ ხოლმე, მაგრამ ყველაფერი ვარჯიშით მოდის, მეგობრებო. ვარჯიში არის უნარი. ვარჯიში არის უნარი. ვარჯიში არის უნარი. წავედი ახლა, მეგობრებო. კითხვები ხომ არ გაქვთ? სოფია წერს, არქონტები არიან სწორედ ის ეშმაკები, რომლებსაც ჩვენ ვეძახით. დიახ. არქონტები არიან აზრები, რომლებიც გიშლიან შენი თავის პოვნაში ხელს. გეტყვიან, ხედავ, იმას რა აწვია, შენც უნდა გეცვას ეგეთი და მიდი წადი იმუშავე, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ისეთი გეცვას, როგორც იმას აწვია, ისეთი მანქანა გყავდეს, როგორც იმას ყავს, ისეთი ქმარი გყავდეს, როგორც იმას ყავს, ისე იყო, როგორც ის. აი, ესენი არიან არქონტები. და დაგარბენინებენ თავქუთმოკლეჭილი მატერიის განში, სატან ჯუელში. და მაინც ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ თამარ მეფემ მხოლოდ თავის განსამტკიცებლად მოვიდა, გეტყვით იმასაც, რომ თამარ მეფე, როდესაც გავიდა მხოლოდ ერთი სურვილით, როდესაც მოვიდოდა, მას ისევ თავისთავი ეპოვა. და თუ თამარი თავისთავს იპოვიდა, საქართველოს გაბწყინდებოდა. ხო და მეგობრებო, გისურვებთ, რომ თამარმა იპოვოს თავისი თავი. თამარ იქნებ იმიტომ შექმნეს, რომ უბრალოდ ჩვენი ენერგიები მოიხმარონ და რომ არ გამოსდით, მაგიტომ გვაქვს სულ ბრძოლა. ბოლოს ქონდა მაგაზე რაღაც აზრი მომივიდა. ჩვენ რატო ვქმნით? რატომ გვყავს ცხოველები? ქათმები, ძროხები, ღორები. რატომ ვქმნით რობოტებს? იმიტომ რომ მოვიხმაროთ. დიახ, ანა, დიახ. სხვა შემთხვევაში
ღმერთი, რომელიც ქმნის და შემდეგ შენგან ითხოვს მონობას, რომ შენ ის უნდა ადიდო, ის სიყვარულით არ გქმნის, ის ქმნის მხოლოდ შენ ერთი პირობით. უნდა ადიდო ის. სიტყვის, ძალით, რამე თუ მას სურს დაატყვევოს სულიწმინდა. შენი პირიდან უნდა გამოდიოდეს მისი სიტყვა, მისი სახელი და შენ ემსახურები ამით მას. გან არ ამბობს იახვე ყველა წერილში, რომ მე უნდა მადიდოთ და მემსახუროთო? მე უნდა შემომწიროთო? მხოლოდ ქრისტეს ღმერთი არ ამბობს მაგას, რომ მე უნდა მადიდოთ და მემსახუროთო. არც ქრისტე ამბობს, რომ მე უნდა მადიდოთ და მემსახუროთო. მომიხსენიეთო, თუ ერთად იქნებითო. არ მადიდოთო, მომიხსენიეთო, უბრალოდ გეუბნება ქრისტე. ცირა წერს, რომ ყოველთვის ვცდილობ ჩემი სურვილები უკან გადავწიო და წინ სხვები დავაყენო. მერე ვბრაზობ, თურმე საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა. ხო, ცირა, ხო. ამას იცით, შემოტრიალებული აქვთ ეს ყველაფერი და ამას ჩვენ თავს რომ მივხედოთ, ამპარტავნებაში ჩაგვითვლიან, მაგრამ არა ცირა, არა. ამპარტავნება არის ის, როდესაც შენ სულ სხვებზე ფიქრობ. შენი თავი არ უნდა დააზიანო სხვის გამო. სხვას შეგიძლია მოიხმარო და გერჩი დაუდგი, მაგრამ არ დააზიანო შენი თავი სხვის გამო. არ ათქმევინო სხვას. ის რაც შენს შინაგანს ეწინააღმდეგება. შენს შინაგანს თუ ეწინააღმდეგება რაიმე, უნდა იყოს მხოლოდ ერთი, შენივე თავი. მხოლოდ შენ თავს აქვს უფლება შეეწინააღმდეგოს შენ თავს. ხვდებით ხო? არც ქმარს, არც შვილს, არც დედას, არც მღვდელს, არც პოლიტიკოს არავის არ აქვს უფლება შეეწინააღმდეგოს შენ შინაგანს. რამე თუ მიმღებლობა ვისწავლოთ ერთხელ და სამუდამოდ. თურმე ჩვენს პოლიტიკოსებს ახლა ის მოსდომებიათ, რომ ვაღიაროთ ის და თუ არ ვაღიარებთ, მაშინ კანონით დაგვრჩიან. ხედავთ სადამდე დავეცით. ჩვენი პოლიტიკაც და ჩვენი წინამძღვრებიც ჩვენი სარკეა. წავედი ახლა, წავედი. კარგი იყო თქვენთან საუბარი. ვიტირე კიდეც, გავიხსენე ძველი ამბები. იმდენი რამე გამახსენდა. ბავშვობაში ვიჯექი და ფიქრობდი ხოლმე, რომ ვზივარ და დავტირი ჩემს ქმარს. მაგრამ ეს იმდენად მტკივნეული არ არის, რამდენადაც სიხარულია, რომ კიდევ არის ვინმე, ვინც ზის, რომელიც მან უგეშებს. დიდი ხანიმე ეს მეგონა, რომ არის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, სანამ არ მითხრა ცხოვრება, გაიხსენე, ასე არ იყო, ასე იყო კი.
როდესაც თამარმა დავით სოსლანი დაკარგა, დაიტირა. ქართლის ცხოვრებაში წერია. მაგრამ როდესაც გაიგო, რომ მისი ლაშქარი, მათ შორის ზაქარია მხარგრძელი, ზღვაში გაუჩინარდა, თამარი 5 თვე სახლიდან არ გამოდიოდა, ოთახიდან არ გამოდიოდა. ის ჩაიგდა ოთახში და გლოვობდა. იცით გლოვა რა არის? გლოვა არის იმ დროს გლოვა ასე გამოიყურებოდა. თმების დაგლეჯვა, შეკვეცა, ძაძების ჩაცმა, არჭამა. და 5 თვეში თამარი გარდაიცვალა კიდეც. ეს მოხდა დავითის გარდაცვალებიდან 5 წელში. თუ ვინმეს გაინტერესებთ მეფის ცხოვრება, რატო უნდა გაინტერესებდეთ თორე კი? ძალიან ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა მას. ყველაზე რთული გზა თუმცა არ მოკვდა წამებით. მას არ დააჭრეს არც ზუძოები, არც ხელები, არც ფეხები, მაგრამ დააჭრეს სრული გრძნობები და განცდები. ეს ხორციელ ტკივილებზე ალბათ უფრო რთულიც არის, რომ გითხოთ. ერთი სიმღერა უნდა მოგასმინინოთ. ბოლო სცენა. შენს ხვარცხლები უსულოს მიხوار უცხო დუგონო უცხელ შენს თვალებს დახუჭუს შენს ლამაზ ბაგეს ქვად ქცეუს ვეღარ გძნა ვეღარ შენს სიტყვას ვეღარ შენს ძოებს შენს სიტყვას მიხوار უცხოდ უზომოდ უშენო მძიმე დაუდივარ ახლა გიგურებ გეხები დილით სემლი დამესო ვერაც ჩემს თავს ვზნო ვერაც ცნო
როგორ მოგეწონათ? ეს სიმღერა მატირებს გულს ეხებაო. მადლობა ამ სიტყვებისთვის. არავის არ ათქვევინო, რომ რამე არ შეგიძლია. გაკოცეთ მეგობრებო, წავედი. მადლობა მოსმენისთვის.